ჩემს ამ ტექსტს დავიწყებ ერთი ეპიზოდით მიხეილ ჭიაურელის უკანასკნელი ფილმიდან, კომედიიდან, რაც გინახავს ვეღარ ნახავ, ალბათ ყველას გახსოვთ ეს ფილმი. და ყველას გვახსოვს ვირტუოზულად გათამაშებული სკეჩი ვასილ გოძიაშვილის პერსონაჟის ავეტიკას და ფუქსავატი ქართველ თავად შორის, რომელიც რუბენსის ცნობილი ფერწერული ტილოს იქ ინტერიერში არის რუბენსის ცნობილი ტილო, ეს არის ბერსაბე აუსთან. და ამ სურათის ირგვლივ გათამაშდება ესეთი სახუმარო სკეჩი დიალოგი და თავადის კოლექციაში ჩანს ასევე ჯორჯონეს ცნობილი ფერწერული ტილო, ეს არის მძინარე ვენერა. ეს ეპიზოდი შემთხვევით არ მოვიხმე, იმიტომ რომ კავშირშია პირდაპირ სწორედ ამ თემასთან, ჩემი მოხსენების თემასთან, როგორც ცნობილია, ორივე ნამუშევარი, ჯორჯონეს და რუბენსის ეს ფერწერული ტილოები დაცულია გერმანიაში, კერძოდ დრეზდენის სამხატვრო გალერეაში. იმ გალერეაში, რომელსაც უსათუოდ ესტუმრებოდა და ალბათ არაერთხელ ახალგაზრდა მოქანდაკე და მხატვარი მიხეილ ჭიაურელი. მარიამ, ჩემი ხმა ისმის? დიახ. სხვადასხვა დროს მიხეილ ჭიაურელის მიერ შევსებული სამოგზაურო ანკეტები მოწმობს, რომ იგი 1922 წლიდან 24 წლამდე სახალხო კომისარიატის მიერ მივლენილი იყო გერმანიაში ქანდაკების შესასწავლად და რომ იგი დასახლდა დრეზდენში და მოეწყო აკადემიის, იგულისხმება მაშინდელი დრეზდენის ფერწერის, სკულპტურის, გრავიურის და არქიტექტურის აკადემია. ამავე აკადემიის ატელიეში ის ეუფლებოდა ქანდაკებას ვერნერის ატელიეში. პროფესორ ვერნერის ესე აქვს მოხსენიებული. შემორჩენილი ამ პერიოდის ფოტოსურათიც, რომელიც სახელოსნოშია გადაღებული. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დროს 1923 წელს საქსონიაში, რომლის დედაქალაქია დრეზდენი, ადგილი აქვს შეიარაღებულ კომუნისტურ ამბოხებას, სადაც განსაკუთრებით ძლიერი იყო კომუნისტური პარტიის, ბოლშევიზმის და შესაბამისად საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური გავლენა. ეს სწორედ ამ დრეზდენში, სადაც იმ პერიოდში უწევდა პრაქტიკის სტაჟირების გავლა მიხეილ ჭიაურელს. მიხეილ ჭიაურელის შემოქმედების მკვლევარები, კინომცოდნეები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში აქტიურად განიხილავენ მისი ფილმების სახვით, მითოლოგიურ თუ სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტებს, განსაკუთრებით კი სტალინური ციკლის ფილმებთან მიმართებით, ნაკლებად ან საერთოდ არ ეხებიან ჭიაურელის ამ ბიოგრაფიულ ეპიზოდს, რაც გერმანიაში სტაჟირების ამ 2 წლიან პერიოდს უკავშირდება. ალბათ ამის მიზეზი უნდა იყოს ცნობების სიმწირე, თუმცა კინორეჟისორი რაც თავის სიცოცხლეში ახსენებდა, ან თავშეკავები ძალიან ძუნწად მოიხსენიებდა აი ამ პერიოდს ევროპაში გატარებულ წლებს და ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ გერმანიის თემა ზოგადად საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე ტაბუირებული იყო საბჭოებში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და შემდეგაც. გერმანიასთან საომარი მოქმედების და შემდგომ მცირე ომის სიტუაციის გამო, დასავლეთთან კონფრონტაციული სიტუაციის გამო, თუმცა ჭიაურელი შემდეგ სიამაყით იგონებდა იგივე ბერლინის კინოექსპედიციას ფაშიზმის უკვე დამარცხების შემდეგ, როცა იგი 1940-იან წლებში მუშაობდა სტალინური ეპოპეის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინონაწარმოებზე, მის კინონაწარმოებზე ეს არის ბერლინის დაცემა. ასე რომ ეს გერმანიის თემა 20-იანი წლების მისი აი ამ შემოქმედებითი პერიოდის უცნობია ზოგადად და არ არის შესწავლილი, არ არის გამოკვლეული. ჯერ კიდევ გერმანიაში გამგზავრებამდე ჭიაურელს საკმაოდ დატვირთული შემოქმედებითი ბიოგრაფია ჰქონდა, თითქმის არ დარჩენილა ხელოვნების არც ერთი სფერო, რომელშიც მას პროფესიული გამოცდილება არ მიიღოს. იგი სწავლობდა ქანდაკების სკოლაში იაკობ ნიკოლაძესთან
და იმასაც აღნიშნავდა, რომ ნიკოლაძეს უდიდესი წვლილი მიუძღო და მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და მადლიერებით იგონებდა, თუ როგორ აზიარებდა დიდი პედაგოგი და მოქანდაკე პარიზში როდენთან მუშაობის შთაბეჭდილებებს. სახელოვნებაცოდნეო კვლევებში ფართოდ არის გააჩენილი გერმანული ექსპრესიონიზმის და ზოგადად ავანგარდის ზეგავლენის ფაქტორები ჭიაურელის ადრინდელი პერიოდის, ანუ 1920-იანი წლების კინოშემოქმედებაზე. და უნდა ითქვას, რომ სანამ ჭიაურელი კინორეჟისორის პროფესიაზე თავის არჩევას გააკეთებდა და ეს იყო საბოლოო მისი გადაწყვეტილება და ეს სრულიად ჩამოშორდა ხელოვნების ყველა სფეროს. ის იყო საინტერესოა მისი ბიოგრაფია, რომ ის აქტიურად თანამშრომლობდა მანამდე, სანამ ის კინორეჟისორი გახდებოდა, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, როგორც მხატვარი, გრაფიკოსი და კარიკატურისტი, იყო ძალიან ნიჭიერი კარიკატურისტი. ასევე იყო ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, თეატრის რეჟისორი და ამასთანავე თეატრების დამაარსებელიც კი და რამდენიმე ქანდაკების ავტორი. მაგრამ მიუხედავად მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისა, მიხეილ ჭიაურელს ყველაზე მეტად მოიხსენიებენ დღემდე როგორც სტალინური მითოწარმოების შემოქმედსა და ავტორს და აღნიშნავენ იმას, რომ მან გამორჩეულად ხელი შეუწყო სტალინის კულტის გაძლიერებას და გამყარებას, ანუ ეგრეთ წოდებული სტალინური ტრილოგიის გარდა ბელადის კულტის წარმოჩენას ემსახურებოდა შემდეგ უკვე 30-იანი წლების დასასრულს გადაღებული მისი სხვა ფილმებიც და უკვე 40-იან წლებშიც. მოკლედ ამ სტალინიადას, ასე ვთქვათ, სტალინური ეპოქის ფილმებს მრავლად მოვიძიებთ მის ფილმოგრაფიაში. ისევ დავუბრუნდეთ 1920-იან წლებს, დავუბრუნდეთ ავანგარდული ხელოვნების საინტერესო ეტაპებს, რასაც ადგილი ჰქონდა იმ პერიოდის ქართულ რეალობაში, ისევე როგორც დასავლეთ ევროპული ავანგარდი, ჩვენ ვიცით, რომ წარმოადგენს უფრო ინტენსიური ექსპერიმენტული ძიებების მეტად დინამიკურ პროცესს, რასაც ახალგაზრდა ხელოვანი მიხეილ ჭიაურელის ვერ აცდებოდა. გერმანიდან დაბრუნებული ჭიაურელი ერთხანს მუშაობს ქანდაკებაზე, თუმცა შემდეგ უკვე 1926 წელს კოტე მარჯანიშვილი, რომელიც ასევე გატაცებულია კინოექსპერიმენტებით, როგორც თეატრის რეჟისორი, ჭიაურელს იწვევს მხატვრად ექსცენტრიკულ კინოკომედიაზე, ეს არის სამანიშვილის დედინაცვალი, გოდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაღებული. იწვევს ფილმზე, რომელსაც მკაფიოდ გამოარჩევს ჭიაურელი მხატვრის და კარიკატურისტის ხელწერა. ეს არის ფანტასტიკის და რეალიზმის სინთეზის თავისებური მეთოდი, რასაც ჭიაურელი ოსტატურად ფლობდა. 1927 წლიდან ჭიაურელის არჩევანი უკვე საბოლოოდ კინოს რეჟისორის პროფესიაზე ჩერდება. ეს არის პერიოდი, როცა უხმო კინო თავისუფლდება ხელოვნების სხვადასხვა დარგის, მათ შორის ლიტერატურის, თეატრის, მხატვრობის, მუსიკის ზეგავლენისგან და სრულიად დამოუკიდებელ ავტონომიურ ენობრივ სტრუქტურად ყალიბდება. ეს არის პერიოდი, როცა გამოსახულება პლასტიკურ მეტყველებას და ხმოვანებას ჭყალებში იძეს, იმიტომ რომ კინო ჯერ კიდევ უხმოა და კინო მაქსიმალურად ითვისებს გამომსახველებრივ რესურსს და გზას უმზადებს ხმოვან კინემატოგრაფს. მოგვიანებით 1940-იან წლებში დაწერილ ერთ-ერთ სტატიაში მიხეილ ჭიაურელი ავტორი არის თავად ამ სტატიის, მიხეილ ჭიაურელი ფუნდამენტურად იხილავს სახვითი გადაწყვეტის პრობლემას კინოში, რომლის საფუძველს მისი აზრით წარმოადგენს სწორედ ფერწერა. შესაბამისად, ფილმის გამომსახველობითი და კოლორიტული გადაწყვეტა, როგორც ის აღნიშნავს, მისი აზრით ისეთივე სრულყოფილი და მშვენიერი უნდა იყოს, როგორც მსოფლიო ფერწერის საუკეთესო ქმნილებები.
ეს პრინციპი და აი ეს ამ პრინციპს რომ ფერწერა იყო საფუძველი მისი ასე ვთქვათ კინოაზროვნების ამ პრინციპს ჭიარული არასოდეს ღალატობდა, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ფილმის ცალკეული ეპიზოდის კადრირებას ის თავად ქმნიდა, თავად მუშაობდა ესკიზებზე, აკეთებდა გრაფიკულ ჩანახატებს, რითაც წინასწარ განსაზღვრავდა მომავალი ფილმის კადრის კომპოზიციას, რიტმს, ატმოსფეროს და უნდა ითქვას, რომ ის თავად ფლობდა გრიმის ხელოვნებასაც, რასაც ის ჯერ კიდევ თეატრში მუშაობის დროს ეზიარა და ფილმზე მუშაობის დროს თვითონ მუშაობდა მსახიობის გრიმზე, თვითონ ამზადებდა. ჭიაურელი 1920-იანი წლების ბოლოს გადაღებულ ფილმებზე თანამშრომლობა უწევს საფრანგეთიდან ჭიაურელს უწევს თანამშრომლობა საფრანგეთიდან ახლად დაბრუნებულ სრულიად განსხვავებულ ხელწერის მქონე ორ მხატვართან ეს არის დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი და აი ეს ორი ფილმი 1920-იანი წლების ბოლოს ფილმები საბა და ხაბარდა ჭიაურელის რეჟისორობით გადაღებული სწორედ ის თანამშრომლობს როგორც მხატვარი და რეჟისორი, არის სწორედ აი ამ ორ მხატვართან და ეს ფაქტი ადასტურებს მის ერთგულებას ფერწერის პრინციპებისადმი, რაც საფუძვლად დაედო სწორედ მის ამ პერიოდის ფილმებს. გერმანიაში სტაჟირების პერიოდში ჭიაურელის სახვითი აზროვნების არეალი მნიშვნელოვნად ფართოვდება და ეს არ შემოისაზღვრება მხოლოდ ქანდაკებაზე მუშაობად. გასათვალისწინებელია ის საერთო კულტურული ლანდშაფტი იმ პერიოდის გერმანიის, როდესაც ბერლინი, გერმანიის დედაქალაქი და ასევე სხვა ქალაქებიც, დრეზდენი მათ შორის, ხდება თანამედროვე ხელოვნების ეპიცენტრი ამ პერიოდში და აქედან გამომდინარე ჭიაურელი უსათუოდ გაეცნობოდა დრეზდენის თუ გერმანიის სხვა ქალაქების სამხატვრო გალერეებში დაცულ ხელოვნების ნიმუშებს, ასევე თანამედროვე დაზგური თუ კინოხელოვნების ნიმუშებსაც და ნაწარმოებებს იმ დროს მით უმეტეს იმ დროის გერმანული კინემატოგრაფი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, გამოირჩევა სწორედ აი ამ ექსპრესიონისტური თუ პოსტექსპრესიონისტური სტილისტიკით, რითაც წამყვან პოზიციებს იკავებს მსოფლიო კინობაზარზე, გერმანულ კინო და ფართოვდება გერმანული ექსპრესიონიზმის როგორც გავრცელების, ასევე ზეგავლენის არეალი მსოფლიო კინემატოგრაფზე, მათ შორის ქართულ თეატრზე და კინოზეც. ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდის მხატვრები, რომლებიც მეტწილად გრაფიკაში მუშაობდნენ და იმავდროულად მკაფიო და არტიკულირებულ, ასე ვთქვათ, კომუნისტურ სოფლ აღქმას ავლენდნენ, ამ მხრივ გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენენ მიხეილ ჭიაურელის როგორც ახალგაზრდა ხელოვანის მხატვრულ აზროვნებასა და სწორედ იმ ზემოქმედების შედეგი თვალსაჩინოდ აისახება 1920-იანი წლებისა და 30-იანი წლების დასაწყისის მის მიერ გადაღებულ ფილმებზე და თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ეს ინტერნეტშიც ადვილად მოსაძიებელი ეს ფილმები. გამოვყოფდი ფსიქოლოგიურ დრამას საბა 1929 წლით დათარიღებული და ორი პოლიტიკური სატირა, კინოსატირა, ეს არის ხაბარდა 1931 და მოგვიანებით უკვე უკანასკნელი მასკარადი. მიხეილ ჭიაურელის სოციალური დრამა საბა, ეს არის პირველი ფილმი, რომლის მასალა აღებული იყო მუშათა, პროლეტარიატის ცხოვრებიდან, ეს არის პირველი ქართული ესეთი საბჭოთა ფილმი, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა აქტიური მემარცხენე მწერლის, ფუტურისტისა და პუბლიცისტის შალვა ახალზეშვილის დრამატურგიულ ფაბულას. საბა ეს იყო აგიტფილმი, სააგიტაციო შინაარსის ფილმი, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო ისეთი სოციალური მოვლენის წინააღმდეგ, როგორც იყო ალკოჰოლიზმი და
სწორედ აი ამ ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ მიმართული ფილმი, აი ესეთი პლაკატური და სააგიტაციო დატვირთვის გამო ჭიაურელის ეს ნამუშევარი დღემდე მიუღებელია კრიტიკისთვის. რეჟისორს ზოგადად ესეთი ბოლშევიკური კონიუნქტურის მსახურად რაცხავენ იმ მოტივით, რომ ალკოჰოლიზმი როგორც გარედან თავს მოხვეული ფსევდო პრობლემატიკა საერთოდ არ მიესადაგებოდა ეროვნულ ცნობიერებას, ქართულ მენტალობას, თუმცა ჩვენს მიერ შემოთავაზებული და განსხვავებული თეზა შესაძლოა ნაწილობრივ აბათილებდეს ამ მოსაზრებებს და არღვევდეს აი ამ კონიუნქტურულ ჩარჩოებს. სახვითი გადაწყვეტის სპეციფიკური ნიშნების ჭიაურელის ფილმები შესაძლებელია აღქმული იქნას როგორც ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდის გერმანული კულტურის, კერძოდ მაგიური რეალიზმის რეცეფცია. 1920-იანი წლების მეორე ნახევრის გერმანიის სოციალური პრობლემატიკა, კლასობრივი ანტაგონიზმი, ანტიბურჟუაზიული რიტორიკა, პოლიტიკური რეალიები და ზოგადად ეს კულტურული ლანდშაფტი გარკვეულწილად პასუხობდა საბჭოთა პროლეტარული კულტურის ამოცანებს. ამ მხრივ შესაძლებელია პარალელების მოძიება ფილმ საბასა და სწორედ აი ამ მაგიური რეალიზმის მხატვართა ნამუშევრებს შორის. ტერმინი მაგიური რეალიზმის დამკვიდრება უკავშირდება გერმანელ ხელოვნებამცოდნეს ფრანც როჰს. შინაარსობრივად კი უთანაბრდება ისეთ მხატვრულ მიმდინარეობას, როგორც არის პოსტექსპრესიონიზმი. როგორც ცნობილი ექსპრესიონიზმი ჩაისახა გერმანიაში და აღნიშნულმა მიმდინარეობამ ხელოვნების ყველა დარგი მოიცვა, მათ შორის მხატვრობა, არქიტექტურა და კინო. ჭიაურელის კინემატოგრაფში მუშაობის პერიოდი ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ექსპრესიონიზმი განიცდის კრიზისს. აღნიშნულმა მხატვრულმა მიმდინარეობამ უკვე ამოწურა რესურსი, თუმცა პოსტექსპრესიონიზმის სახით მაინც ინერციით აგრძელებს არსებობას და მაგიური რეალიზმი მოასწავებდა ახალი ეპოქის დასაწყის ხელოვნებაში, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მეტაფიზიკურ კავშირს ექსპრესიონიზმთან. ამასთანავე მაგიური რეალიზმი აღიქმებოდა როგორც ექსპრესიონიზმის კრიზისის დაძლევის ხერხი და საშუალება. მაგიური რეალიზმი წარმოადგენს იმ სოციალურ ფენომენს, რომელსაც თავის მხრივ გამოარჩევს კრიტიკული ხედვა და გამძაფრებული სოციალური პრობლემატიკა. ისევე როგორც ექსპრესიონიზმისთვის, ასევე მაგიური რეალიზმისთვის დამახასიათებელია სამყაროს დასასრულის ესქატოლოგიური აღქმა, უკიდურესი სუბიექტივიზმი, არასტაბილურობის გარდუვალი კატასტროფების განცდა. ექსპრესიონიზმისთვის თანამდები ვიზიონერული ხედვა მემკვიდრეობად გადაეცათ მაგიური რეალიზმის წარმომადგენელ მხატვრებს. ექსპრესიონიზმი, რომელთან კავშირსაც მაგიური რეალიზმის მიმდევრები აღიარებდნენ, ხასიათდება, როგორც აღნიშნეთ, ღრმა სუბიექტურობით, რაც ორგანულად ეთვისება სწორედ კარიკატურის პრინციპს. კარიკატურა თავის მხრივ გადაჭარბებას, დეფორმირებას, გადატვირთვას ნიშნავს, ეს იტალიური სიტყვიდან მომდინარეობს, კარიკარე. საკუთარ თავში მოიცავს ერთდროულად რეალიზმის და ფანტასტიკის ნიშნებს. და ჭიაურელს როგორც კარიკატურის დიდოსტატს და ეს იყო მართლაც ამ სფეროს დიდოსტატი, სწორედ ექსპრესიონიზმის ეს ნიშნები ჰქონდა მტკიცედ შეთვისებული. ტერმინს მაგიური რეალიზმი ერთ-ერთი პირველი იყენებს ნახატთან მიმართებაში. გერმანიის მანჰეიმის სამხატვრო მუზეუმის დირექტორი გუსტავ ხარტლაუბი მისივე განმარტებით მაგიური რეალიზმი ინსპირირებდა ავანგარდული ხელოვნებიდან რეალიზმში გადასვლის გარკვეულ ეტაპს. და მაგიური რეალიზმიდან კი ერთი ნაბიჯია სოცრეალიზმამდე. მაგიური რეალიზმის მხატვრები, გავიხსენოთ, გეორგ გროსი, ოტო დიქსი,
პოპულარული მხატვრები იმ პერიოდის გერმანიის, მაქს ბერგმანი ძირითადად ბერლინსა და დრეზდენში მოღვაწეობდნენ და გამორიცხული არ არის, რომ ჭიაურელი პირადად ეცნობოდა მათ ნამუშევრებს, ესწრებოდა გამოფენებს, რომლებიც გერმანიის ქალაქები, მათ შორის დრეზდენის ფართოდ მოიცვა. ახალი რეალიზმის მხატვრები ახალი რეალიზმ, მაგიური რეალიზმს ასევე უწოდებენ ახალ რეალიზმს და თქვენ წარმოიდგინეთ ნეორეალიზმსაც. აი ამ ნეორეალიზმს. მხატვრები სოციალური კრიტიკის, კარიკატურის, გროტესკის ხერხებს იყენებდნენ და ანალოგიურად ამ ხერხებს მიმართავდა ჭიაურელი აქტიურად მიმართავდა საკუთარ ფილმებში. ფილმ საბას ეკრანზე გამოსვლამდე 1927 წელს შალვა ალხაზიშვილი, სწორედ ჭიაურელის ფილმ საბას სცენარის თანაავტორი, ჟურნალ მემარცხენეობაში აქვეყნებს წერილს მემარცხენე მხატვრობის პერსპექტივები. ალხაზიშვილი ფუტურიზმს, ისევე როგორც ექსპრესიონიზმს უკვე განვლილ ეტაპად ასახელებს და მას მიაკუთვნებს უკვე წარსულს. რომ ავტორი გერმანულ ხელოვნებას თანამედროვე გერმანულ ხელოვნებას დამსახურებად უთვლის სწორედ აბსტრაქტული უსაგნო მხატვრობის განვითარებას. მისი მოსაზრებით გერმანული მხატვრობა კონკრეტულ ფორმებს ეძიებს რკინის და ბეტონის ინდუსტრიალური კულტურის გარემოში. მხატვრებიდან იგი ასახელებს გეორგ გროსს, ოტო დიქს და კეტე კოლვიცს, რომლებიც თანამედროვეობის ასახვით უფრო მეტად აგიტაციურ მიზნებს ემსახურებიან. აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ ზემოთ მოხსენებული ჭიაურელის ფილმები სწორედ სააგიტაციო და პროპაგანდისტულ მიზნებს უნდა მომსახურებოდა და მეტწილად სოციალური ან პოლიტიკური შინაარსის პლაკატის ფუნქციას ასრულებდა. ჭიაურელის თანაავტორი ალხაზიშვილი თანამედროვე მხატვრობის ცენტრში აყენებს გერმანელ მხატვარს გეორგ გროსს, ეხება მის გრაფიკულ ნამუშევრებს და აღნიშნავს, რომ გროსის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ფსიქოლოგია, რომელიც ბავშვური ხაზების საშუალებით გადმოცემს ფსიქოლოგიურ დრამატიზმს. შეუძლია ძალუძს, რომ გროსის გრაფიკა და ის ცნობილია გროსის გრაფიკული ნამუშევრები. გროსის გრაფიკა ბურჟუაზიული კლასის დეკადას და მისი დაღუპვის პროპაგანდისტულ ხაზს ატარებს. ასეთი ალხაზიშვილის მოსაზრება. ეს მაშინ, როცა გროსი ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის მეგობრად მოიაზრებოდა იმ დროს და 1920 წლებში სტუმრობდა საბჭოეთს და აწყობდა გამოფენებს და ცნობილი იყო როგორც კომუნისტური იდეოლოგიის მხატვარი. თანამედროვე ხელოვნების მთავარ პოლუსებად ალხაზიშვილს გამოჰყავს ჩარლი ჩაპლინი და გეორგ გროსი. აქვე ვიტყოდი, რომ ჩაპლინის ტრიუკებს ჭიაურელი როგორც მსახიობი კარგად ფლობდა და ჩაპლინი საერთოდ პოპულარული ფიგურა იყო განსაკუთრებით ქართულ ფუტურისტებში და H2SO4 ჟურნალი მოწმობს ამას, ხშირად იხსენიებენ ისინი ჩაპლინს და გამოვარჩევდი ფილმ ხანუმას, მიხეილ ჭიაურელი ასრულებს აქ ინტოს როლს და სწორედ აი მისი გათამაშებული სკეჩები და ტრიუკები მოგვაგონებს რაღაცით ჩაპლინის დადაისტურ თამაშის ხერხებს. საერთოდ დადაიზმთანაც აიგივებდნენ ჩაპლინის ხელოვნებას ფუტურისტები და მათ შორის სწორედ შალვა ალხაზიშვილი, რომელიც ფილმ საბას სცენარის ავტორი გახდათ. ალხაზიშვილის აზრით მხატვარი გროსი მისაღებია მემარცხენეებისთვის, როგორც უპირველესად პოლიტიკოსი და შემდეგ კი მხატვარი. ამ მხრივ ჭიაურელის პოლიტიკური სატირა ხაბარდა და უკანასკნელი მასკარადი პლასტიკურად გამოძერწილი პორტრეტების და შარჟების ცოცხალ სერიას წარმოადგენს.
ჭიაურელი როგორც კარიკატურისტი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან, ეს აღნიშნე განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ადგილობრივ გაზეთებში, რასაც მოწმობს ცივი ომის თემაზე მრავლად შექმნილი მისი პოლიტიკური პამფლეტები და გრაფიკული ჩანახატები. გროსის შემოქმედებით საწყისებს ალხაზიშვილი დადაიზმში ხედავს, დადა არის დაყვანა ბავშვის ფსიქიკამდე და რომ გროსი წარმოაჩენს ორ კლასს, ბურჟუაზიას და მუშებს. სწორედ მუშათა კლასის თემაზე უნდა ყოფილიყო ფილმი საბაც. დადაისტური ხერხებით ბავშვის ფსიქიკის გამოვლენას ადგილი ექნება მოგვიანებით 1921 წელს ჭიაურელის პოლიტიკურ კინოპამფლეტში ხაბარდა, სადაც სწორედ ორი ანტაგონისტურად დაპირისპირებული კლასი მოქმედებს. ეს არის ნაციონალ-ბურჟუაზიული მენტალობის მატარებელი ქართული ინტელიგენცია, რომელსაც განეკუთვნება მეცნიერები, ისტორიკოსები, რომელსაც ხაზგასმით ინფანტილური ქცევა და ფსიქიკა გამოარჩევს, ეს ადვილად აღსაქმელია, ძალიან ინფანტილურები არიან ეს პერსონაჟები, რომლებიც ბავშვური დაჟინებით ეურჩებიან ახალგაზრდა პროლეტარიატის, მუშა ინჟინრების მიერ შემუშავებული ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმას და მთავარი კონფლიქტი სწორედ აი ამ ორ კლასს შორის, აი ამ ქალაქის გარდაქმნის გეგმის ირგვლივ ვითარდება. მაგიურ რეალიზმს ახასიათებს წარსულის დუალისტური აღქმა, ერთის მხრივ ისტორიული მემკვიდრეობის განცდა და მეორე მხრივ ამავე მემკვიდრეობის გადაფასება. ფილმის საბა გმირი სამუშაოსგან იძულებით მოწყვეტილი სოციალურ მარგინალად ქცეული პერსონაჟი საბა ვერ ეთვისება რეალობას, რეალობისგან გაქცევის სურვილი უბიძგებს მას სწორედ ალკოჰოლიზმისკენ და მარგინალიზირებულ სამყაროსკენ. ეს მისი ამბოხია არსებული რეალობის მიმართ. ამიტომ წარსულის მიმართ გამძაფრებული დუალისტური აღქმა აქვს პერსონაჟს, მას არის ეპიზოდები, როდესაც მას ეზმანება წარსული. ამის საილუსტრაციოდ ჭიაურელი გვიჩვენებს ოჯახური იდილიის, ბედნიერი ჰარმონიული ცხოვრების ამსახველ სცენებს, ანუ საბას ახსენდება მისი ოჯახური იდილია, წარსული, როგორც ჰარმონიული ცხოვრების ესეთი ილუსტრირება და მეორე მხრივ ფილმში საინტერესოა გამომსახველობითი კულტურა ფილმის, აქ რა თქმა უნდა აღვნიშნოთ დავით კაკაბაძის და გუდიაშვილის როლიც, როდესაც ფილმში ვხედავთ საღამოს ბინდით შესუდრულ ქუჩებში საბას პერსონაჟის ხეტიალს და გამოსახულება გმირი ღრმა სუბიექტურ განცდას ასახავს, გამოსახულება არის გადმოცემული ღრმა სუბიექტური აღქმით. ყოველდღიურ რეალობას თითქოს ცრემლიანი ადამიანის თვალით ვუყურებთ. აქ კინოკამერა ხაზგასმით სუბიექტურია და პერსონაჟის მზერასთან გაიგივდება, აქ ვლინდება სწორედ მაგიური რეალიზმის კავშირი ვიზიონერულ ექსპრესიონისთან, როდესაც აი ხაზგასმულია სუბიექტივიზმი. ხაბარდაში პოლიტიკური შარჟის ობიექტები თბილისის ისტორიულ-არქეოლოგიურ სიძველეთა, ანუ მენშევიკური მემკვიდრეობის დამცველთა ჯგუფია, ესენი არიან ფსევდოპატრიოტები, ეგრეთ წოდებული წამებული ივერიის შვილნი, ასეთად მოიხსენიებენ ფილმში, ისტორიკოსები, მწერლები, ძველი არისტოკრატია, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც უხვად არის შარჟირებული და არიან შარჟის სწორედ ობიექტები, ნაციონალ-სოციალ-დემოკრატები და სასულიერო პირები სამოდელოება. მათ სუბიექტურ აღქმაში ბოლშევიკური რეალობა სინამდვილე კრახს განიცდის, ბოლშევიზმი არის ვანდალიზმთან გაიგივებული და აი ეს კლასი სწორედ უფრო ორიენტირებულია წარსულზე და მისტირის, ანუ ივერიის, წამებულ ივერიას და საქართველოს, ანუ და სამყარო კატასტროფის, აპოკალიფსური ნგრევის ზღვარზეა.
უძველეს ცივილიზაციას და კულტურას განადგურება, გაქრობა, ემუქრება. ესეთია ფილმის პათოსი. ხაბარდაში ისევე როგორც მოგვიანებით კინოსატირაში უკანასკნელი მასკარადი ჭიაურელი ქმნის მითო-ნარატივს მენშევიკურ ხელისუფლებაზე, როგორც პოლიტიკურად მავნებელ იდეოლოგიურ ჯგუფზე, რომელმაც ახალი ცივილიზაციის შემოქმედ ბოლშევიკებს ბურჟუაზიულ, ნაციონალისტური, კლასის, ფეოდალური კულტურის მატარებელ ფეოდალური ცნობიერების, ასე ვთქვათ, კლასს დაუტოვეს დრომოჭმული მემკვიდრეობა. ანუ ბოლშევიზმმა მიიღო დრო ესეთი დრომოჭმული მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობას კი ფილმში თბილისის საკულტო არქიტექტურის ძეგლები, ეკლესია და მწერალთა კავშირის პანთეონიც მიეკუთვნება. ეს ხაბარდაში ეს ასე ვთქვათ, სატირული დრამა თამაშდება. ფილმში ხაბარდა არის ორი ნარატიული ხაზი იკვეთება. ერთის მხრივ სიზმრისეული, მისტიკური და ეს მისტიკური ელემენტების მკაფიოდ გამოიჭრებს მაგიურ რეალიზმს. როგორც ალოგიკური და ასოციაციური მოვლენათა ჯაჭვი და მეორე ხაზი ეს არის მკაცრად რეალისტური, უფრო ესეთი კონსტრუქტივისტული, რევოლუციური პათოსით გამსჭვალული საბჭოთა ყოფა, როცა სარბიელი ეთმობა ახალგაზრდა პროლეტარიატს, რომელმაც რადიკალურად უნდა გარდაქმნას ძველი ყოფა, გაანადგუროს წარსულის გადმონაშთები და ქალაქის რეკონსტრუქციას ისეთი ისტორიული გადმონაშთი უნდა შეეწიროს, როგორც ეკლესია, რომელიც იგივე პროლეტარიატის შეხედულებით არანაირ მხატვრულ ღირებულებას არ წარმოადგენს და ამდენად ექვემდებარება სულ დემონტაჟს. მოსალოდნელი კატასტროფის აპოკალიფსური ნგრევის შიში, რაც ქვეცნობიერის ნაკადიდან პერსონაჟის სიზმრისეული აღქმიდან მომდინარეობს, ამჟღავნებს მაგიური რეალიზმის ერთგვარ ვიზიონერულ განჭვრეტას, მომავლის განჭვრეტას, ტოტალიტარიზმის მოახლოებას და ალბათ ამით აიხსნება იმ ტოტალიტარიზმის, რომელიც უკვე 30-იან წლებში მომძლავრდება, როგორც გერმანიაში, ასევე საბჭოთა კავშირში და ამით აიხსნება ალბათ აი ამ ინტელიგენციის ხაბარდაში თავარი მოქმედი ესეთი ჯგუფის ინტელიგენციის განწირული სასოწარკვეთილი და განგაშის მაუწყებელი ხმა ბჭყალებში, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჯერ კიდევ უხმოა, ეს პლასტიკური სახვითი გადაწყვეტის თავისებურება, სწორედ აი ამაშია გამოსახულების დიდი ზემოქმედების პლასტიკური ძალა, რომ ქმნის თითქოს და გამოსახულება გვესმის, აი ესეთი ეფექტი, ეს ზოგადად ავანგარდისთვის არის დამახასიათებელი. ბოლშევიკური იდეოლოგიას და პროლეტარულ დაჯგუფებას გამიჯნული ინტელიგენცია უარყოფს იმ ძალობას, რაც რევოლუცია მოიტანა, შესაბამისად იგი წარსულზეა ორიენტირებული და სკეპტიციზმს ავლის მომავლის მიმართ. ამიტომაც ეგრეთ წოდებული წამებული ივერიის დამცველები, ანუ ძველი საქართველოს წარსულის ისტორიის დამცველები მომავლის საბედისწერო მოვლენებს შიშით და ეგზალტირებულ მდგომარეობაში ჭვრეტენ. შესაძლოა ეს იყოს წინარგრძნობა, ესეთი ვიზიონიზმი გამოარჩევს სწორედ ექსპრესიონიზმს და პოსტექსპრესიონიზმს განსაკუთრებით და მაგიურ რეალიზმსაც. ეს იყოს წინარგრძნობა, შესაძლოა წინარგრძნობა მოახლოებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე, რომელსაც ადგილი ექნება 30-იან წლებში, თუმცა 24 წლის სახალხო აჯანყების შედეგად რეპრესიების მორიგი ტალღა უკვე გადავლილია. იმ რეპრესიებს ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი შეეწირა და ხაბარდა პოსტექსპრესიონიზმის ვიზიონერული პოზიციიდან ერთგვარად ანონსებს ბჭყალებში იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რასაც ტოტალიტარიზმის ეპოქა მოასწავებს, მათ შორის საკულტო ძეგლების ნგრევა და საინტერესოა იგივე კირხეს გერმანული ლუთერანული ეკლესიის დემონტაჟი ხდება, როგორც ვიცით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისში ბერიას
გადაწყვეტილებით, რომლის მოდელი, აი ამ კირხეს მოდელი ფილმში ხაბარ და გამოკვეთილად ჩანს როგორც თბილისის რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილი. ეს მართალია ფილმი გაცილებით ადრე 1991 წელს არის გადაღებული, მაგრამ ეს კირხეს ტაძრის მოდელი უკვე ნათლად იკითხება იქ, როგორც სწორედ თბილისის რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილი და შემდეგ გავა 10 წელიწადი მეტი და მართლაც მოხდება მისი დემონტაჟი. კირხეს გერმანული ლუთერანული ტაძრის. მაგიური რეალიზმის გერმანელი ავტორების გრაფიკულ თუ ფერწერულ ნამუშევრებში ხშირად დომინირებს გროტესკულად ფერადოვანი კარნავალური მასკარადული სამყარო. შემთხვევით არ არის რომ ჭიაურელის ფილმის სახელწოდება უკანასკნელი მასკარადი, რომელშიც იმპერიის ძალაუფლების შეცვლა და სოციალ-დემოკრატების ხელისუფლებაში მოსვლა მენშევიკური მთავრობის ფორმირება წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე სწორედ პარადული პროცესიის კარნავალური ფორმით არის წარმოდგენილი. მაგიური რეალიზმის ნიმუშებში გაშარժებულია პოლიტიკურად გადაგვარებული კლასის, კონსერვატორული შეხედულებების მქონე ელიტარული ფენა და ხელისუფლება. სწორედ ამის პლასტიკურ პროცესს ახდენს ჭიაურელის ფილმში ხაბარდა და უკანასკნელი მასკარადი. მაგიური რეალიზმის ფორმირების პარალელურად ვაიმარის რესპუბლიკაში, კერძოდ ბერლინში, როგორც მეგაპოლისში, ერთის მხრივ ადგილი აქვს ეკონომიკურ ქაოსს, ინფლაციას, აქედან გამომდინარე მძიმე დეპრესიულ განწყობას დაბალ და საშუალო ფენებში, მეორე მხრივ კი დომინირებს გართობის კულტი. კაბარეები, ვარიეტები, ღამის კლუბები გართობისა და დროსტარების ეპიცენტრი ხდება. ამ პერიოდის გერმანულ კინოში აქცენტირებულია მძაფრი სოციალური თემები, ეს არის შრომელების მძიმე მდგომარეობა, პროსტიტუცია, მაგალითებში შეგვიძლია მოვიხმოთ გიორგ პაპსტის ფსიქოლოგიური დრამა უსიხარულო შესახვევი, გერმანული გვიანი ექსპრესიონიზმის ნიმუში გადაღებული 1924 წელს, რომელიც დოკუმენტური სტილისტიკა, რეალისტური ხერხებით ეგრეთ წოდებული ქუჩის ესთეტიკას და მძიმე სოციალურ ატმოსფეროს ასახავს. იმ პერიოდის კინოსა და მხატვრობაში ბერლინი წარმოდგენილია როგორც პერფორმანსების, აღლუმების ქალაქი. იმავდროულად ქალაქის სიახლში ძლიერდება კრიმინალური და მარგინალური ელემენტები. ასეთ ფონზე აუტსაიდერების თემა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ფილმში საბა, დუქარი და სამიკიტნოები ქალაქის მარგინალური ფენის თავშეყრის ადგილია. მძიმე რეალობისგან მკაცრად გამიჯნული, კარნავალური სტიქით დამუხტული, ფერადოვანი და ფანტასმაგორიული სამყარო სიურეალისტური ზმანებად წარმოჩნდება, სადაც გართობისა და ხიდის მოყვარული ბურჟუაზიის და არისტოკრატიის გადმონაშთები, როსკიპები ერთობიან დროს ატარებენ. იქაც უნდა ხედავთ, ეს როსკიპი ქალის პერსონაჟია ფილმ საბაში, ერთ-ერთ სცენაში, სწორედ სამიკიტნოს სცენაში. ექსპრესიულად გამომსახველი სამიკიტნოს გარემო თავისი პრიმიტივისტური ფერწერული კედლის მომხატულობით და ერთგვარად ალუზია ჩნდება ფიროსმანის მხატვრულ სამყაროსთან და ცნობილია, რომ ჭიაურელის ფიროსმანისტების ბანაკს მიეკუთვნებოდა იმ პერიოდში, ისევე როგორც გუდიაშვილი და კაკაბაძეც აშკარად ეთაყვანებოდნენ ფიროსმანის შემოქმედებას, თუმცა ამის გამო კრიტიკას იმსახურებდნენ 20-იან წლებში სწორედ პროლეტარული კულტურის წარმომადგენელთა მხრიდან. პროლეტარული კლასის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ქართველი ბურჟუა ნაციონალისტების და არისტოკრატის ერთგვარ ბუნტად და ამბოხად აღიქმება სწორედ აი ეს ფანტასმაგორიული ეპიზოდები ფილმიდან საბა. დუქრის სცენები მთვრალი ადამიანის მზერი, მთავარი გმირის სუბიექტური თვალით არის თითქოს გადაღებული. ჭიაურელი როგორც კარიკატურისტი მიმართავს ესეთ ვიზუალურ ხერხებს, როგორიცაა ოპტიკური დეფორმაცია, კადრის გამრუდების ეფექტი, შენელებული და აღარებული მოძრაობა, ირღვევა რეალური მასშტაბები, უტრირებულია და ჰიპერბოლიზებული პროპორციები, რაც კიდევ უფრო მისტიკურ საბურველში ხვევს რეალურ ატმოსფეროს.
ამგვარი მისტიციზმისა და კრიტიკული რეალიზმის ნაზავი გამოარჩევს სწორედ მაგიურ რეალიზმს. დუქრისა და სამიკიტნოს ეს ეპიზოდები, ესე როგორც ვთქვათ, გერმანულ ფილმებში ეს არის კაბარეები და ესეთი გართობის კლუბები, ეს ეპიზოდები გმირის ბახუს მორეული ადამიანის ჰალუცინაციურ მდგომარეობას გადმოწევს. ბოთლებსა და მასიურ შუშის ბოთლებსა და მასიურ აზერბაიჯანში არეკრილი, მოკეიფეთა, დეფორმირებული, უტრირებული სახეები მთვრალი ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს. დუქარი თავისი სკანდალურობით, ექსცესებით და აურზაურით ქალაქის ბოჰემურ, მოდერნისტულ კულტურას აშარშებს. საინტერესოა, რომ ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდის გერმანია, კერძოდ ბერლინი, ახალი ტექნიკური მიღწევების და ნოვაციების ქალაქი ხდება. ბერლინში ინაცვლებს მხატვრობის კულტურის ცენტრი, ძირეული ცვლილებები ხდება სოციალური სტატისტიკის სფეროში, იზრდება მოსახლეობის რიცხვი, თავს იჩენს საბინაო პირობების კრიზისი, განსაკუთრებით მწვავედ დგას ბინადმშენებლობის პრობლემა. გაჩნდა საცხოვრებლების ნაკლებობის პრობლემა, რომლის დასაძლევად ნამდვილი სამშენებლო ბუმი გაჩაღდება, შედეგად კი აშენდება საცხოვრებელი სახლები მრავლად და განსაკუთრებით აქტიურდება მასობრივი ბინადმშენებლობის პროცესი. და სწორედ აქ არ შეიძლება არ გაგვახსენოთ ფილმი ხაბარდა, სადაც ნაჩვენებია ესეთი რეალისტური, ნატურალისტური ხერხებით ნაჩვენებია სწორედ აი მაგიური რეალიზმისთვის დამახასიათებელი ხერხებით ეს ხატაკი ფენა, ქალაქის მარგინალიზებული ოჯახი, რომლის წევრები ალკოჰოლს ეძალებიან და რომლებსაც ძიმე საბინაო პირობებში უწევთ ცხოვრება, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის ინტელიგენციის უბრალოდ მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად საბინაო პრობლემის გადასაჭრელად აღსდგება ახალგაზრდა პროლეტარული კლასი. ეს ბინადმშენებლობის და ახალი უბნების მშენებლობის თემა ესეთი წამყვანია სწორედ ხაბარდაში. მაგიური რეალიზმის ნიმუშებში გაშარჟებულია ბურჟუაზიული კულტურის ატრიბუტები და სიმბოლოები. მაგალითად, გეორგ გროსი, რომელიც ქართული პროლეტარული ხელოვნებისთვის ძალიან მისაღები და პოპულარული ფიგურაა, ხელოვანი, აღმოჩნდება, რომ მისი სახელი ხშირად ფიგურირებს მემარცხენეთა სტატიებში, ქართულ მემარცხენეთა სტატიებში. ალბათ უპირველესად მისი ესეთი კომუნისტური წამსის გამო, სწორედ გროს ეკუთვნის ნახატი საზოგადოების ბურჯები 1926 წელს შესრულებული, სადაც ავტორი ირონიული და ფარული ესეთი შარჟით წარმოაჩენს ათხა ლულს, როგორც გერმანიის ეროვნულ სიმბოლოს. ამგვარ ირონიის ხაზს ზედმიწევნით იცავს და ავითარებს ჭიაურელი ფილმში საბა და ხაბარდა და უკანასკნელი მასკარადი. აქვე ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საბას ფინალური კადრები, თუ როგორ უწყობენ პანაშვიდს კუბოში ჩასვენებულ ღვინის უზარმაზარ ბოთლს პიონერები. ეს გროსის აი ამ ნახატთან ერთგვარი ალუზიაა, სწორედ ეს კუბოში ჩასვენებული ღვინის უზარმაზარი ბოთლი, როგორ მიასვენებენ ამ ბოთლს პიონერები, ღვინის კულტი კარიკატურული და გროტესკული ხერხებით დაგმომილია იგივე ფილმ საბას სამიკიტნო ეპიზოდებშიც. 1920-იანი წლების ბერლინი ტრანსპორტის საკვანძო ქალაქია, მეგაპოლისი, სადაც აკუმულირებულია მაშინიზმის უსაზღვრო ენერგია, ქალაქში თაბრუდამხვევი რიტმით მოძრაობს სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტი, მეტრო, ტრამვაი, ავტომობილები, ქალაქებში მომრავლდა და სამრეწველო ობიექტები. მანქანის კონსტრუქციები ხაზგასმულია ტექნიკის პრიმატი, დომინანტი ადამიანზე, ტექნიკა თითქოს გამოდევნის ადამიანს. და აქვე მოვიხმობთ ფილმის საბას ექსპოზიციას, როცა და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საბა არის ვატმანი, ანუ მეტროს უკაცრავად ტრამვაის ცხოვრი. ვატმანი, აქვე მოვიხმოთ ფილმ საბას ექსპოზიციას, როცა თბილისი სულად მოულოდნელი უცნაური რაკურსის წარმოჩდება, ხედავთ ვაგონის სწრაფ დაშვებას ფუნიკულორის ზედა სადგურიდან.
და ამ დროს გამოსახულება დაყირავებულია. კამერის მოძრაობა ხაზგასმულად სუბიექტურია. მაყურებელი თითქოს კამერის ობიექტივიდან ჭრեց ქალაქის გრძელ პანორამას. კამერა რუსთაველის გამზირის ფართო გაშლილ სივრცეში გადის და მაყურებელის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, აი პროსპექტზე აღმოჩნდება მანქანების, ტრანსპორტის, რკინისა და ასფალტის სამყაროში. ბატმანის საბარუს ტრამვაის მიაქროლებს მთავარი პერსონაჟის ირგვლივ მოძრაობენ შენობები, ტრანსპორტი, გავლელები და ეს ყოველივე აირეკლება ტრამვაის მინებზე, ტრანსპორტის მინებზე კალეიდოსკოპურად აირეკლება და გამოსახულება გალისის დეფორმაციას, იშლება, გეომეტრიულ ფორმებად ნაწევრდება. კადრის ამგვარი კონსტრუირების ხერხი მოგვაგონებს დავით კაკაბაძის კუბისტური და კოლაჟური ფერწერის პრინციპს, რასაც საფუძვლად უდევს აი ტეხილი ხაზოვანი ფორმების ზედაპირის სარკისებური არეკლა, სივრცის კონსტრუქციული აგება, მინისა და რკინის მასალის გამოყენება, აი ფაქტურა, რომელსაც ფერწერაში იყენებს, კოლაჟურ ფერწერაში გვხვდება. ტრამვაის სარკმლის მინაზე არეკლილი შუქი კომპოზიციის ცენტრალურ ფიგურას საბას ეცემა, გამოსახულების ზედაპირზე აირეკლება მანქანის, ლითონის, სარკის დეტალები. მოძრაობის სწრაფი ტემპი და დინამიკა სწორედ მაშინიზმის ეპოქას და დროის პულსაციას გადმოცემს. ბერლინი, როგორც ევროპის ერთ-ერთი მსხვილი სამრეწველო და ინდუსტრიული ქალაქი, ხდება სამუშაოს მაძიებლების ქალაქი, აქ ეტანებია ძირითადად სამუშაოს მაძიებლები და ასევე მომრავლდნენ ქალაქში მაწანწალები და მარგინალები და საბას პერსონაჟის როგორც სოციალური ტიპის მარგინალიზება მას შემდეგ ხდება, როდესაც იგი კარგავს სამუშაოს და სწორედ შემდეგ ალკოჰოლიზმის სენით დაავადდება. 1920-იანი წლების დასასრულს და 30-იანი წლების დასაწყისში შემუშავებული თბილისის გენერალური გეგმა ითვალისწინებდა ძველი უსარგებლო შენობების, მათ შორის ეკლესიების აღებას და ახალი ინდუსტრიული ზონების განვითარებას. ამ ინსტრუქციას ზუსტად მიყვება ფილმ ხაბარდას რეჟისორი ჭიაურელიც, როცა პროლოგში აჩქარებული მონტაჟით, კადრობრივი მონაცვლეობით და პლაკატის ესთეტიკით გვიჩვენებს რევოლუციური ესეთი პათოსით ელექტროფიკაციის ამსახველ კადრებს, ჩნდება დიადი საბჭოეთის ინდუსტრიული პეიზაჟები, ზახესის სახით, თანამედროვე ფაბრიკების, ქარხნების გრაფიკული სილუეტები, ცისკენ უსასრულოდ აზიდული საკვამური მილები, მშენებარე ობიექტები, ესეც ნახევრად ესეთ დაყირავებულ კადრებად მოცემული. ფილმის საბა შეიძლება მივაკუთვნოთ ეგრეთ წოდებული ქუჩის სამყაროს ფილმებს, როდესაც მოქმედება ძირითადად ქუჩაში ვითარდება, თბილისის თანამედროვე ძველ უბნებში, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიურ ნეორეალისტურ ფილმებში ასახულია ქუჩის ყოველდღიური ცხოვრება და მძიმე სოციალური ფონი. საბას ფსიქოლოგიური განწყობა ქუჩასა თუ ტრანსპორტში ძალიან მელანქოლიურია, დეპრესიული, ზოგჯერ კი აგრესიული. ქალაქის ატმოსფერო და პერსონაჟის განწყობა მოგვაგონებს სწორედ გუსტავ ვუნდერვალდისა და ოტო დიქსის ქალაქური ნახატების ციკლს. მაგალითად, დიქსის ნახატების სერია, ეს არის სნეული ქალაქი, ასე ქვია მისი ნახატების სერიას, რომელიც შესრულებულია თითქმის საბას გადაღების პარალელურად, ეს არის 1927-28, უпростоრად წინ უსწრებს საბას გადაღებას, ეს არის 1927-28 წლები და სწორედ აი ამ დიქსის ნახატების სერიაში, რომელსაც სნეული ქალაქი ქვია, იკვეთება სინამდვილის მიმართ სოციალური პროტესტი. 1922 წლის აპრილში საბჭოთა ხელისუფლება იღებს დადგენილებას ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ. ხილებულია პროლეტარ მწერალთა ასოციაცია მემარცხენეები, იგივე ლეფელები, დაგმობილია ყოველგვარი ფორმალური ნოვატორობა, წვრილ ბურჟუაზიული ამბოხი და ხელისუფლების მოთხოვნით აი ყველა ეს ყოფილი მემარცხენეები, ასე თქვათ, უნდა ჩაერთონ, დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთონ სოციალისტური მშენებლობის ფერხულში
რაც საბოლოოდ მოასწავებდა კინოავანგარდის დასასრულს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაგიურმა რეალიზმმა ერთგვარად შეამზადა ისეთი მხატვრული მეთოდი, როგორც არის სოციალისტური რეალიზმი, რომლის ასახვას უკვე 1930-იანი წლებიდან კატეგორიულად მოითხოვენ ხელოვანებისგან. და ხაბარდას ეკრანებზე გამოსვდა სულ მალე მაგიური რეალიზმი ნაცისტური პროპაგანდის მიერ კულტურ ბოლშევიზმად და დეგენერატულ ხელოვნებად გამოცხადდება. ეს ტერმინი ცნობილია როგორც დეგენერატული ხელოვნება, იმ პერიოდის გერმანულ თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებას შერაცხავენ ამ სახელწოდებით. ამას საბჭოეთში წინ უსწრებს დადგენილება მხატვრული მიმდინარეობების გაუქმების შესახებ და აი ამგვარი თანხwebdriver ერთის მხრივ ნაცისტურ გერმანიაში, როდესაც უკვე ნაციონალ-სოციალისტები მოდიან ხელისუფლებაში გერმანიაში და მეორე მხრივ საბჭოეთში აი ესეთი რადიკალური რეფორმები სწორედ ამგვარი თანხwebdriver მიგუანიშნებს ტოტალიტარული რეჟიმის დასაწყისს როგორც საბჭოეთში, ისე ნაცისტურ გერმანიაში. ამით დავასრულებ ჩემს მოხსენებას. მადლობას გიხდით.